მარто მოგესალმებათ დილის სამინისტრო გთხოვთ მიესალმოთ დილის მინისტრებს ნინო მეუნარგია და დავით მალაფერიძე მშვიდობისა მოგესალმებით დილის მშვიდობისა აპრილია და 22 საათიდან ტელეკომპანია იმედზე ცეკვავენ ვარსკვლავები იწყება ერთ-ერთი საუკეთესო მეგა შოუ. ცეკვავენ ვარსკვლავები წელს იმედის მაყურებელს განსაკუთრებულ შოუს პირდება. ქართველი ვარსკვლავების გარდა მეგა შოუში რუსული კინოს ვარსკვლავი სტანისლავ ბონდაჩენკო, ასევე ბოლივუდის ვარსკვლავი გაურა ჩოპრა მონაწილეობენ. მეექვსე სეზონის ჟიურის წევრები კი ანდრის ლიეპა, ნინო სუხიშვილი და ტრადიციულად გოჩა ჩერტკოევი იქნებიან. ასე რომ არაჩვეულებრივი სანახაობა ელოდება წინ ჩვენს მაყურებელს და რაც შეეხება მსმენელს, მინდა გითხრათ, რომ მეგა შოუს მონაწილეები, ჟიური, წამყვანები ჩვენი გადაცემის სტუმრები იქნებიან, ასე რომ თქვენ გეძლევათ იმის შანსი, რომ მათგან მიიღოთ სრული ინფორმაცია ამ მეგა შოუს შესახებ. კი ბატონო, ჩვენ მათ სულ რამდენიმე წუთში ვუმასპინძლებთ. მანამდე მივესალმოთ ნათია ჯავახიშვილს, რომელიც არც მეტი არც ნაკლები დღევანდელ თემასთან დაკავშირებით მოგვიყვება. ძალიან საინტერესო ისტორიებს, რომელიც უკავშირდება პრეზიდენტებს. მოცეკვავე პრეზიდენტები. ცეკვავენ თუ არა პრეზიდენტები, ნათია? ცეკვავენ და საკმაოდ კარგად დილამშვიდობის მოგესალმებით დათონინო, მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს. კი ბატონო. და ისტორიაში შესულია, მინდა გითხრათ, მსოფლიო პრეზიდენტების 5 საუკეთესო ცეკვა. ცხადია, ნომერ პირველ მოცეკვავით ამერიკის 54 პრეზიდენტი ბარაკ ობამა უნდა დავასახელოთ. ობამა არა მხოლოდ პირველი შავკანიანი პრეზიდენტია, არამედ მამაკაცური შარმითაც გამოირჩევა და როგორც უკვე ყველასთვის ცნობილია, კარგი მოცეკვავეცაა. ის ყოველთვის მზადა იცეკოს, სადაც კი არის და სადაც საშუალება ეძლევა. ამას ობამა პოლიტიკური ინტერესისთვისაც აკეთებს ხადია და კარგადაც ატარებს ამასთან ერთად დროს. 2009 წელს პრეზიდენტმა მექსიკელ დივა ტალიასთან ერთად საკმაოდ კარგად იცეკვა თეთრ სახლში მოწყობილ ეგრეთ წოდებულ ივენტზე. ცნობილია მისი ცეკვის ფაქტი 2015 წელსაც კენიაში ამ ცეკვას ლიპალა ჰქვია და კენიელების მოგონილია. პრესა საკმაოდ სუყეთ და დეტალურად ყვებოდა ამ ფაქტის შესახებ. ამერიკულმა ჟურნალმა People-მა თქვა, რომ როდესაც ობამა მუსიკის ხმა გაიგო, წამოდგა, შეიხსნა პიჯაკის ღილი, შემდეგ ავიდა სცენაზე და შეუერთდა მოცეკვავებს. ამასთან ერთად კენიის პრეზიდენტმაც იცეკვა მეუღლითურთ, ასევე სხვა მაღალჩინოსნებმა და ობამას ნახევარ-დამ აუმა ობამამაც. აი რუსეთის პირველი პრეზიდენტი ბორის ელცინი როკ კონცერტზე გამოვიდა საკმაოდ წარმატებით როსტოვში 1996 წელს მისი წინასაარჩევნო ვიზიტის დროს. ზოგი მიიჩნევს, რომ სწორედ ამ ცეკვამ დიდი როლი შეასრულა მის გამარჯვებაში. მედვედევი, ყოფილი პრეზიდენტი რუსეთის, ეგრეთ წოდებულ მხიარულთა და საზრიანთა კლუბია, ხო კავენშიკებს ვსაწვედა ხდა კავენშიკებთან ერთად ნაცეკვი ცეკვა დარჩა ისტორიას. პრესა თვლის, რომ ბატონი დიმიტრი მართალია კარგად არ ცეკვავდა, მაგრამ საკმაოდ რიტმულად ასრულებდა პასაჟს პა. ანგელა მერკელი, გერმანიის კანცლერიც მოხვდა ამ გაუგებრობაში, ის ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირის წარმომადგენლებთან ერთად საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების დღეს ზეიმობდა და ფანტასტიკურად ასრულებდა სხვათა შორის სოლოს. და ბოლოს ჯორჯ ბუში უმცროსი, სხვათა შორის ჯორჯ ბუშის ცეკვა, მე მგონი თქვენც უნდა გახსოვდეთ, რომელიც შეასრულა თბილისში 2005 წელს აბანოთუბანში, თუ გახსოვდეთ კადრები. ხინგალი ქონდა ნაჭამი და კი, ასე თქვენ ალბათ ვინც ვირთმეული. და ამჯერად ბუში იგივე ბუშზე მაქვს საუბარი, ოღონდ ცეკვავდა დიპლომატიური მიზნებისთვის ზოგადად ბუში და იცეკვა საუდის არაბეთში. როდესაც ვიზიტით იმყოფებოდა და მისი ვიზიტის მიზანი იყო არაბებისთვის ეთხოვა ნავთობზე ფასი დაეწიათ. ბუშს საბოლოოდ არაფერი არ გამოვიდა და როგორც უკვე შემდგომ კლინტონი ამბობდა, ეს მცდელობა ბუშის მხრიდან საცოდაობას გავდაუფლა. ესე იგი ნათია აქედან დასკვნა, რომ ცეკვა ერთგვარად დიპლომატიაც არის, ხო? ჩვენს ეთერში ცეკვავენ პრეზიდენტებიც გქონდა. ცეკვავენ პრეზიდენტები არა, მაგრამ ვარსკვლავები დღეს ნამდვილად გელოდებათ 22 საათიდან ტელეკომპანია იმედზე და ჩვენ სულ რამდენიმე წუთში შეგახვედრებთ რამდენიმე ასეთ ვარსკვლავს, მანიკა ასათიანს, რომელიც შოუს წაიყვანს და ნინი ციკლაურსა და იაკობ ყუფუნიას, ისინი მონაწილეები არიან. ნახოთ რა მოლოდინები არსებობს ამ შოუსთან დაკავშირებით. ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ ზუსტად 3 წუთში, მას შემდეგ რაც რეკლამა ჩაივლის. გალბატონებო და ბატონებო, რიგითო მოქალაქენო და არა მარტო, მოგესალმებათ დილის
სამინისტრო. გთხოვთ მიესალმოთ დილის მინისტრე.